მოგესალმებით პატრიცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმები ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:30 და ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს უმაღლესი განათლების, საუნივერსიტეტო განათლების სისტემის რეფორმა და ასევე გვექნება დღეს მეორე თემა, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პრეზენტაცია გააკეთა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის. ამიტომ დასაწყისში შევეხები იმ სიახლეებს, რაც ამ ერთი კვირის მანძილზე განვითარდა უმაღლესი სკოლის რეფორმირებასთან დაკავშირებით. მასშტაბსადამე 1 დეკემბერს, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. ესე იგი, და გამოცხადდა ისე, თითქოს მიდიოდა ფართომასშტაბიანი განხილვა. ამ დროს რამდენიმე სხდომა ჩატარდა ერთი პრემიერთან, ორჯერ თუ სამჯერ რექტორების შეხვედრა მინისტრთან და ამით ამოიწურა ასეთი მნიშვნელოვანი კონცეფციის განხილვა, რომელიც ეხება თითქმის ყველა ოჯახს და საერთოდ სრულიად საქართველოს. შემდეგ გამოაცხადეს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე 1 დეკემბრიდან დაიწყო კონცეფციის მომზადება. უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები შედის. ეს ცვლილებები შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით. დაფინანსების ახალი მოდელი უნდა ამოქმედდეს, თუმცა ეს მოდელი ჯერაც არ არის არც დოკუმენტია ცალკე გამოტანილი და არც პრეზენტაცია მომხდარა დეტალურად დაფინანსების ახალი მოდელის. სახელმწიფო უნივერსიტეტები რომელ მიმართულებაზე მიიღებენ სტუდენტებს, ამასთან დაკავშირებით შეაქვთ ცვლილებები, მაგრამ ეს ჯერ არ არის ცნობილი, რომელი პროგრამები იქნება, რომელ ფაკულტეტზე რამდენი ასე ვთქვათ, ჩასარეცხი ადგილი იქნება, ანუ სახელმწიფო დაკვეთა, ასევე არ არის გაკეთებული ბაზრის კვლევა, მაგრამ კონცეფცია დამტკიცებულია და უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები შედის. ამ ცვლილებების შემდეგ დაჩქარებული წესით ერთი კვირაში მიიღებენ ამას. აი რატო უნდა ყოფილიყო ოპოზიცია? როგორ თქვით, ამდენ მანდატზე უარი, რომ იქ დაწყებულიყო სერიოზული განხილვები და ასეთი დაჩქარებული წესები და იმით არ იქნას მიღებული ეს ყოვლად მოუმზადებელი და ბუნდოვანი დოკუმენტი. შემდეგ მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრება ეს ყველაფერი, აი ის კვოტები, რასაც ვთვლით, პროგრამები და მიმართულებები. 3+1+1 სისტემისთვის ამზადებენ და ჩქარობენ, რომ ამ სასწავლო წელს უნდათ, ანუ შემოდგომაზე 2026 წლის სექტემბერში ჩარიცხული სტუდენტები ამ ახალი სისტემით დაიწყებენ სწავლას. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. შემდეგ უნივერსიტეტებში აღარ იქნება მას საგრანტო დაფინანსება. დღეს ამ დღეებში უკვე აცხადებენ, ფაქტობრივად უფასო ხდება სწავლა მათთვის, ვინც ჩააბარებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ახალი მოდელი და ახალ ვადებზე საუბრობს დღეს განათლების მინისტრი. შემდეგ აბიტურიენტების რაოდენობა ორმაგდება, ესე იგი, ეხლა რომ მე-9 კლასში არიან, თუ დაკანონდა 12 წლიანი და 11 წლიანი ორივე სწავლება თუ დაიშვა, მე-9 კლასელებს მშობლები სვამენ კითხვებს, ვის შეეხება აი ეს ცვლილებები. ეხლა წელს ვინც ჩააბარებს, დაფინანსების ახალი მოდელით შეეხება,
ეს სახელმწიფო დაკვეთა შეეხება შემცირებული ადგილების სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეეხება 3+1+1 მოდელი შეეხება, ანუ ბაკალავრიატის 3 წლიანი შეეხება ეს. ხოლო შემდეგ აი ის 11 წლიანი სწავლება თუ შევიდა ძალაში და რა შეუშლის ხელს, ხელისშემშლელი არავინ არ ყავთ პარლამენტში გაიტანენ აქ მე-9 კლასელები ახლა რომ არიან და ერთ წელს იქნება ორმაგი აბიტურიენტების რაოდენობა. ესე იგი, ადგილები ისედაც შემცირებული იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში და რაც სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის, იქნება ძალიან მაღალი კონკურსი და ასევე დაემატება, ვინც წინა წელს ვერ ჩააბარებს, მომდევნო წელს დაემატებიან კონკურსს და ასე გაგრძელდება ეს და ბუნებრივად უნდა მოიხსნას ეს პრობლემები, ზოგი ჯარში წავა, ზოგი საერთოდ დაანებებს უმაღლესი განათლების მიღებას თავს და ზოგი კიდე უცხოეთში წავა და სხვათა შორის ძალიან დიდი რაოდენობა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამას ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ შევამციროთ ახალგაზრდების და ოჯახების საზღვარგარეთ გადინება. პირიქით, ეს რეფორმები რომ ჩატარდება, ძალიან დიდი იქნება ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი, ვინც დავჭით ალბათ ისინი სწავლენ და ასევე მიემატება წამსვლელთა რიცხვს ძალიან დიდი რაოდენობით პროფესორ-მასწავლებლების შემცირებაც იქნება და ეს ასე მოხდება. მე-11-მე-12 კლასების დამკვიდრებით როგორც გითხარით, ერთ წელს იქნება დაახლოებით გაჩნია რამდენი დაამთავრებს, ზოგჯერ ამთავრებს 35,000, ზოგჯერ ამთავრებს 40,000, მოკლედ ზოგჯერ ამთავრებს 34, მოკლედ იქნება მერყეობა 65,000-დან 80,000-მდე ერთ წელს. შემდეგ მინისტრი ამბობს, რომ 3-4 წლიან პერიოდში ჩვენი სამინისტროს მიერ გაკეთდება და გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა 3-4 წლიან პერიოდში. ჩვენ ამ კონკრეტულ რეფორმას განვახორციელებთ. ეს ვციტირებ მინის. ჩემი პასუხია, 3-4 წლიან პერიოდში კი არ უნდა გაწეროთ გეგმა, ბატონო მინისტრო, სამოქმედო გეგმა უნდა გაგეწერათ კონცეფცია უმაღლესი განათლების კანონის ცვლილებათა პაკეტი, აი ის მთელი პაკეტი, რაც მთავრობის დადგენილებებით უნდა დაამტკიცოთ, შრომის ბაზრის კვლევა, პროგრამების რაოდენობა, უნივერსიტეტების სახელწოდებები, უნივერსიტეტების ახლიდან დაფუძნების ნუსხა, იმიტომ რომ ამ სპეციალობების პროგრამების ჩამორთმევი და იმით შეიცვლება, ესე იგი, სახელწოდებები და მთელი ეს დოკუმენტთა პაკეტი უნდა გამოგეცათ ერთად და ყველაზე პირველი იმ კონცეფციასთან უნდა მოყოლოდა კონცეფციის შესრულების და განხორციელების კონცეფციის რეალიზაციის გეგმა გაწერილი და განხილვა უნდა ყოფილიყო და თქვენ ამბობთ, რომ 60 წელიწადში გავწერთო. ესე იგი, საერთოდ აცდენილი ვართ ჭეშმარიტ კალაპოტს. ახალგაზრდობისათვის, რომ დავასკვნათ უმაღლესი განათლების მიღებამ, ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება. ამიტომ მე ვიცი, რომ ყავს ბევრი მსმენელი და მაყურებელი და მე მიმართავ ჩვენი სისტემის თანამშრომლებს, ვინც მიყურებენ, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, დაიჭირეთ წინ და წინ თადარიგი. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილიშვილმა ჩააბაროს და თქვენმა მოსწავლეებმა ჩააბარონ სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუცილებლად უნდა ისწავლონ სკოლაში კარგად. აღარ გამოადგებათ ბოლო წელს მომზადება. ეს ერთი. და მეორე, თუ რაიმე არ კეთდება იმ სკოლებში,
ზედმიწევნით კარგად დაიწყეთ ადგილებზე გამოსწორება. მოთხოვეთ სკოლის დირექციებს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს რესურს ცენტრებს აცნობეთ ან პირდაპირ აცნობეთ სამინისტროს დაუკავშირდით და ხშირი სტუმრები გახდით სამინისტროს. ეს რაც შეეხება უმაღლესი განათლების დაწესებულებების სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საკითხებს. ახლა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დავიწყოთ სასკოლო რეფორმის განხილვა. გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კოპახიძესთან ერთად საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემაში არსებული 8 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტის საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს და უმაღლესი განათლების კონცეფციაზე რატო არ მოიქეცით ასე? რატო არ მოხდა საჯარო განხილვა და რატო არ მიეცით ბოლო სახე? გაეცით ამას პასუხი. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი მას საბოლოო სახეს მიიღებს. უმაღლესი სისტემის კონცეფცია საჯაროდ არც ახლა გვიან რომ დაიწყოს განხილვა და საზოგადოების და აკადემიური წრეების მოთხოვნების შესაბამისად შეიტანეთ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები. მინისტრმა უმთავრეს გამოწვევა დაასახელა საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი. პირველი, მეორე, სასწავლო რესურსები, მესამე, სასკოლო ცხოვრება, მეოთხე, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მეხუთე, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მეექვსე, სასწავლო გარემო, მეშვიდე, სასწავლო პროცესების ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების სისტემა. ამ 8 გამოწვევის საპასუხოდ მინისტრმა საზოგადოებას შესაბამისი ამოცანები გააცნო. პირველი, ვიწყებთ მუშაობას, რათა უზრუნველყოთ ფუნდამენტურ და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი. ციტირებ მინისტრს. მეორე, სისტემური და განახლებადი საგანმანათლებლო რესურსები. მესამე, მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა. მეოთხე, განათლების უწყვეტობა, რაც გულისხმობს საფეხურებს შორის კავშირების გაძლიერებას. მეხუთე, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ პედაგოგთა პროფესიული განვითარებასა და მხარდაჭერაზე. მეექვსე, თანამედროვე ინკლუზიური სასწავლო გარემოსა და მეშვიდე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მერვე, მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმების შეთავაზებაზე განაცხადა მინისტრმა. შემდეგ, სკოლის ასაკი განისაზღვრა 6 წლით. 15 სექტემბერს, ვისაც უსრულდება 6 წელი, დარეგისტრირდებიან. ეს გავრცელდება 2026-2027 სასწავლო წლისთვის, ანუ წელსვე. უკვე არის ძალიან ბევრი შეკითხვა, ჩემი მისამართით, წერილი თუ ცოცხალი ურთიერთობა, კონტაქტი თუ რაღაცა და მეკითხებიან, რომ ნუ თუ არ შეიძლება რომ დარჩეს დეკემბრამდე, ან ისა, ჩემი პასუხი ასეთია. ვინაიდან 1 წელი მოხსნეს, 18 წლის ამთავრებდა სრულწლოვანი 12 კლასს, 11 კლასის ამთავრებს 17 წლის და თუ ასაკს 6 წლამდე არ აწევდნენ და 5 წლის და 5 წლნახევრის შევა ბავშვი სკოლაში, მაშინ ის სკოლას 11 კლასს დაამთავრებს 16 წლის. ამიტომ ეს არ უნდათ და ამიტომ ასწიეს, ესე იგი 16, 17, 18 წლის აღარ იქნება. მაგრამ მე შემიძლია ვურჩიო ხელისუფლებას, რომ 15 სექტემბერი გადასწიონ და 1 ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვები მიიღონ. აი მაგალითად ერთმა მომართა 16 სექტემბერს არისო ჩემი შვილი დაბადებულიო და ერთი დღის გამო უნდა გაუცდეს მთელი წელიო. ამიტომ სექტემბერში დაბადებული ბავშვები ყველანი
მილიონი მიიღეთ. ახლა რაც შეეხება გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მხარდაჭერაზე. ჩემი შენიშვნა, როგორ ამახვილებენ ყურადღებას მასწავლებლის კვალიფიკაციაზე ჩიხში შესული, კორუფციული ხვრელებით დატვირთული, მილიარდ ნახევარზე მეტი თანხა ამ უფულო მასწავლებლის ჯიბიდან, ამ სქემის საშუალებით, რომ ამოიღეს სხვადასხვა ჯურის ტრენერებმა თუ რაღაცა და სხვადასხვა დოკუმენტების შევსება თუ რაღაცა ყველაფერი იყო ფასიანი. ოფიციალურად არაოფიციალურად. თუმცა ოფიციალურადაც ეს ტრენინგები ძალიან შეზღუდული რაოდენობით ტარდებოდა ბიუჯეტის ხარჯზე, მაგრამ უმეტესობა ტრენინგები იყო საკმაოდ ძვირად ღირებული. თანაც უმეტესობა ამ ტრენინგებისა ატარებს არაპროფესიონალები. შემდეგ და ასეთი კორუფციული ხვრელებით დატვირთული წარუმატებელი სქემა მოუქნელი ძვირი და არაფრის მაქნისი, რომელმაც მოსწავლე და მასწავლებელი დააცილა ერთმანეთს, დირექტორი დააცილა კოლექტივს, იმდენი ქონდა საწერი და როგორ ბედავთ კიდე 2 წლიანი შეჩერების 2 წელიწადნახევარია უკვე გაჩერებული ეს სქემა და გამოიტანეთ რაღაცა უმნიშვნელო კოსმეტიკური ცვლილებებით კიდევ უფრო დიდი კორუფციული ხვრელებით დატვირთეთ ეს სქემა გამოიტანეთ და წინა გადაცემაში ვთქვი და კიდე გავიმეორებ, ეგ კინო ნანახი გვაქვს ჩვენ ბატონო მინისტრო, ნანახი გვაქვს კინო, დახონდა სქემის კოორდინატორს, მაშინ ვინც იყო ქალბატონი მანანა რატიანი და დადიოდა მასთან ერთად მინისტრის მოადგილე, მაგრამ ყველგან მინისტრის მოადგილე არ დადიოდა. ქალბატონ მანანას დახონდა ეს, ეხლა ქალბატონი თამარ მახარაშვილი ეწევა ამ სქემის პრეზენტაციას. მე დავწერე კონცეფცია, გადმოგიგზავნეთ თქვენ და ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ ის კონცეფცია, მე მოვახდინე განხილვა ამ სეზონზე და არანაირი კორუფციული ხვრელებით ის კონცეფცია არ იქნება ისა და არანაირი ზედმეტი ტრენინგომანია გამოცდები და რაღაცა ტრენინგები იქნება კი ბატონო 5 ან 6 თუ აირჩევთ 7 წელიწადში ერთხელ, მაგრამ თუ საჭიროა და გადაუდებელი რაღაცა შეიძლება საჭიროების შემთხვევაში მოიწვიონ, მაგრამ ეს ყველაფერი მასწავლებელი ამზადებს უნივერსიტეტი, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე უნდა იზრუნოს ძირითადად უნივერსიტეტმა და პროფესიაში სანამ შემოვა გამოცდები, სახელმწიფო გამოცდები ერთხელ ცხოვრებაში უნდა ჩაუტარდეს იქ. თუ დიპლომი არ გაკმაყოფილებთ სახელმწიფო გამოცდა, შეუძლება ჩაუტარდეს იქ სანამ დიპლომს აიღებს. აი ასეთი დღის წესრიგი არის ჩემ კონცეფციაში და ყველაფერი მასწავლებელი უნდა შეფასდეს გაკვეთილზე და არანაირი კორუფცია და იქ ზედმეტი რაღაცები იქნება მოშლილი და სახელმწიფომ უნდა აღადგინოს ინსპექტორის ინსტიტუტი, იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო, რომ ინსპექტორის ინსტიტუტი არ იყოს და სამინისტროს წარმომადგენელი არ ამოწმებდეს ასე ვთქვათ გაკვეთილის ხარისხს. ეს საჭიროა. ასევე ისაუბრა ფუნდამენტური საგნების გაძლიერებასა და საფეხურების განახლებულ შინაარსობრივ დატვირთვაზე. ფუნდამენტური საგნების გაძლიერება როგორ ხდება? კითხვას ვსვამ. მე-12 კლასი მოხსენით უმეტეს შემთხვევაში. მე-11 კლასში რეპეტიტორიუმი შემოიღეთ. ანუ იქ იქნება მხოლოდ ის საგნები, რომელსაც აირჩევენ მოსწავლეები. მოგეხსენებათ ეხლა ფიზიკა, ქიმია და განსაკუთრებით ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ზემას არავინ არ ირჩევს. 99% არ ირჩევს. თუ მეტი არა. მე-10 კლასში პროფილური სწავლება იქნება. პროფილურ სწავლების დროსაც არ აირჩევენ ამ საბუნებისმეტყველო, ისევ 99% არ აირჩევს. და ეს ფუნდამენტური საგნების, ანუ საბუნებისმეტყველო საგნების 5 და 6 წლიანი სწავლება, რაზე ჩამოყავთ ძვირფასო ხელისუფლება 3 წლიან სწავლებაზე? ეს არის განათლების ხარისხის ამაღლება?
და თუ STEM კლუბებით აპირებთ გაძლიერებას, მთავარია საგაკვეთილო სასწავლო საათები, თუ ცოდნა არ მიეცით წრეზე, რაზე უნდა იმუშაოს იმ ბავშვმა, საგაკვეთილო საათები, ეს არის საფუძველი და მასზე შეიძლება დააშენდეს რაღაც. მე-11 კლასები გახდება პროფილური, სადაც მე-11 კლასი სრულად იქნება მას რეპეტიტორიუმი და მოსამზადებელი ეტაპი უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლისათვის. ციტირებ იმ მინისტრის სიტყვებს. მე-11 კლასიანი განათლება შეეხება იმ მოსწავლეებს, ასევე ვციტირებ კონცეფციიდან, რომლებიც ახლა სწავლობენ მე-9 კლასში, როგორც გითხარით. მათი პირველი გამოშვება იქნება 2028 წლის ზაფხულში. შემდეგ, საჯარო სკოლებში მე-12 კლასი წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური ცოდნის მიღებას ან უნარების გაძლიერებას. ახლა მე მაქვს კითხვები, სად გაიხსნება კლასები? ყველგან გაიხსნება? ყველა სკოლაში? თუ რაიონში ერთი სკოლა? გარკვეულ დისკომფორტთან არის ეს დაკავშირებული, მაგრამ თბილისში და დიდ ქალაქებში ეს კიდევ დაძლევადია, მაგრამ სოფლებში რა იქნება? რაიონულ ცენტრში გაიხსნება და როგორ ივლის ზამთარში მოსწავლეები. თავი რო დავანებოთ იმას, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. არ შეიძლება პარალელურად ქვეყანაში იყოს ორი დაშვებული ზღვარი, მე-12 კლასი, მე-11 კლასი. კერძო სკოლებში, მე-12 კლასებში სწავლობენ კიდევ ვიმეორებ და არ დამეზარება, სულ გავიმეორებ თქვენი შვილები. 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა გამოგივათ იცით როდის? IB პროგრამები, კერძო სკოლებში რომ არის ევროპული პროგრამები. მე არ ვარ მომხრე რომ დაიხუროს, მაგრამ უნდა დახუროთ. თქვენი შვილები უნდა გამოიყვანოთ იმ IB პროგრამებიდან და საერთოდ კერძო სკოლებიდან გადმოიყვანეთ საჯარო სკოლებში და მაშინ გექნებათ მორალური და ზნეობრივი უფლება, რომ 11 წლიან სწავლებაზე გადახვიდეთ. მაგრამ მაშინაც არ გექნებათ, იმიტომ რომ თუ ეს ახალგაზრდებს შეუშლის ხელს, მე აქ რამდენიმე წუთში ჩამოვაყალიბებ ამ ყველაფერ კითხვებს ამ 11 და 12 წლიანთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, მაშინ ეს არ უნდა იქნას შემოღებული 11 წლიანი სწავლება. ახლა მე მინდა ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს შევეხო. საკლასო დატვირთვის შემცირება არ გამოიწვევს, ვციტირებ კონცეფციის დოკუმენტიდან. საკლასო დატვირთვის შემცირება არ გამოიწვევს ანაზღაურების კლებას. იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც საათები შეუმცირდება. მათი ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესში იქნება უზრუნველყოფილი, რაც დააკომპენსირებს მათ დატვირთვას, აღნიშნა მინისტრმა. ეხლა მე მივმართავ სრულიად კოლექტივს, პედ კოლექტივს, მასწავლებლებს მთლიანად. ეს ერთჯერადად იქნება. ასე იყო პირველად ეროვნული სასწავლო გეგმის საათები ტოტალურად რომ შეამცირეს და როდესაც დაიწყე ბრძოლა და სარჩელის მომზადება ამ ანტიკონსტიტუციური ბრძანების, მე ვსაუბრობ ნაციონალების დროს რომ მიიღეს და ტოტალურად შეამცირეს ყველა საგანში საათები, მაშინ მასწავლებლები რომ გამოეთიშათ ამ ბრძოლისგან, მასწავლებლებს ჩაუწერეს ცირკულარული წერილი იყო თუ მერე დაამატეს დათქმებში, რომ საათები საათები კი დაკაკელითო, მაგრამ აგინაზღაურდებათო. ეს იყო დროებითი ხალხნო. როგორ აუნაზღაურდება მასწავლებელს საათები? რა თქმა უნდა, ეს რაღაც დროებით აუნაზღაურდათ
და შემდეგ უკვე კანონმდებლობა არის ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლების ხელფასების გაცემის შესახებ საათობრივ დატვირთვაზეა დამოკიდებული. თუ შენ არ გექნება საათები, ვერავინ ვერ მოგცემს ხელფასს და თუ მოგცემს ის დირექტორი აგებს აუდიტის წინაშე და მაკონტროლებების წინაშე ასე ვთქვათ ისა პასუხს. ეს განცხადება და აი ეგ ფარატინა კონცეფცია არ არის საფუძველი იმისა, რომ დირექტორმა გამოწეროს ძველი საათობრივი დატვირთვით. მაშინ უნდა შეიქმნას ახალი კანონმდებლობა და მასწავლებლის ხელფასი არ უნდა განაწილდეს საათობრივი დატვირთვით. აი ამ შემთხვევაშია ეს ჩანაწერი სიმართლე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის დროებით შემაკავებელი ღონისძიება უკმაყოფილების და ფარსი. ეხლა ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესში იქნება უზრუნველყოფილი და ჩართულიო. ჩამოთვალეთ. რას გულისხმობთ აქ? მაგრამ ეს მაინც არ გიშველით. ხელფასები, სახელფასო პოლიტიკის დოკუმენტები უნდა შეცვალოთ მთლიანად. საათებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ყველა მასწავლებლის მაგალითად მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს ყოველგვარი საათების გარეშე დაუშვათ 1500 ან 1200 ლარი მინიმალური და შემდეგ ნახევარი განაკვეთის შემდეგ მთლიანი განაკვეთი ცალ-ცალკე შეფასდეს საათობრივად. იყოს საბაზისო ხელფასი, შემდეგ საათობრივი ნახევარი განაკვეთის და შემდეგ განაკვეთის. ასეთ შემთხვევაში კი ბატონო. საბაზისო ხელფასი თუ მიეცემა და შემდეგ იმაზე დანამატები საათობრივის. სასკოლო ფორმები პირველ მე-6 კლასებში 2026-2027 სასწავლო წელს შემოდის. სავალდებულო ხდება. ეს არის კარგი, მაგრამ რატომ მე-7 მე-12 არა? და მე-7 მე-11 არა? ანუ გაითვალისწინეთ, რომ დიდ უკმაყოფილობას არ ქონოდა ადგილი მოსწავლეების მხრიდან. და რატომ არის საჭირო ამისთვის ახალი რეფორმა? რატო არ ქონდა სკოლის დირექტორებს ამდენი წლების განმავლობაში დავალება მიცემული, ან ისედაც შეიძლება, რომ სასკოლო ფორმები შემოეღო სკოლებს? ყველა ქვეყანაშია ეს, მაღალ რეიტინგულ სკოლებში. აქაც არის ზოგიერთ კერძო სკოლაში. რესურს ცენტრების როლი ამაღლდება. მე მივმართავ ამ კონცეფციის ავტორებს და მინისტრს. სკოლა ავტონომიურია. და რაში გამოიხატება რესურს ცენტრების როლის და მართლობის კუთხით ისა? სკოლა არის დამოუკიდებელი ავტონომიური. ასე რომ სკოლის ავტონომიურობაზე და დამოუკიდებლობაზე არაფერს არ ამბობ და ამბობთ რესურს ცენტრების როლი ამაღლდებაო. რესურს ცენტრების როლი კი არ უნდა ამაღლდეს, სკოლების ავტონომია უნდა გაიზარდოს და ნამდვილად ავტონომიური უნდა იყოს და ინსპექტორის ინსტიტუტი შემოიღეთ და მასწავლებლის სახლი ან საერთოდ შეუცვალეთ ფუნქცია და საერთოდ გაუშვით ლიკვიდაციაში და ახალი დააფუძნეთ. და თქვი მე რაც უნდა მისცეთ, ან იაკობ გოგებაშვილის განათლების ინსტიტუტი წამოიღეთ ილიაუნიდან და სამინისტროს დაქვემდებარებაში იყოს. და იქ უნდა გაკეთდეს ყველაფერი და ეს მასწავლებლის ყველაფერი გადაეცით უნივერსიტეტებს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება მშობელთა ჩართულობაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ მშობელი იყოს ჩართული. მშობელი უნდა იყოს ჩართული პირველ რიგში თავისი შვილის სწავლისა და აღზრდის საქმეში. ერთი ეს და მშობელთა ჩართულობას თქვენ გულისხმობთ, გადაწყვეტილებების მიღება არის მართვის პროცესი. აქ მაშინ რატომ არ არის საუბარი მშობელთა
პედაგოგიზაციაზე, მშობელთა უნივერსიტეტებზე, მშობლების თვის უნდა გაიმართოს ტრენინგები. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სხვადასხვა სფეროს არასკოლათმცოდნე, ანუ არაკომპეტენტური მშობლების მიიღონ გადაწყვეტილებები. დიდი ბოდიშით ეხა მშობლების მიმართ, მაგრამ სხვადასხვა სპეციალობის ხალხი როგორ მიიღებს სკოლის მართვაში დაუშვათ სწორ გადაწყვეტილებას. ეს მშობლები უნდა იყოს დატრენინგებული და 12 თვე მთელი წლის განმავლობაში უნდა მიდიოდეს მშობელთა უნივერსიტეტები უნდა მუშაობდეს და თითქმის ყველა ტელეარხზე საზოგადოებრივზე თუ კერძოზე სახელმწიფოს უნდა ქონდეს დრო ნაყიდი და ყველგან უნდა მიდიოდეს მშობელთა პედაგოგიზაციასთან დაკავშირებით და მშობელთა უნივერსიტეტების ტელეგადაცემების საშუალებით. იმიტომ რომ მილიონი მშობელი ყავს, მილიონზე მეტი. 600,000-ზე მეტი მოსწავლეა. თუ საქმის კურსში არ შეიყვანე ადამიანი გადაწყვეტილებებში როგორ მიიღებს მონაწილეობას სკოლის მმართველობაში. ეს არის ძველი ნანახი კინო. სააკაშვილის დროს ცდელობა ჰქონდათ ჩართეს ვითომშობლები, მერე რა მოხდა? იქ ამერიკის მთავრობამ ჩვენ მოგცა 12 მილიონი დოლარი მარტო მშობელთა დატრენინგებისთვის, მაგრამ ის იყო ერთჯერადად. და იმ მშობლებისთვის მხოლოდ, რომლებიც სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ არჩევნების შედეგად. მაშინ თქვენ უნდა გამოყოთ ეს თანხები. შემდეგ მე ვთქვი არსებული სისტემა მთლიანად ნადგურდება. ეხლა ჩემი შენიშვნები. 11 წლიანი სწავლება და 12 წლიანი სწავლება. შემოგაქვთ სპეციალიზირებული მოდელი, დიფერენცირებული სწავლება რო დაგენერგათ, ან ისა, არ ვიცი, მოკლედ, რა არის, თქვენ თვითონაც არ ხართ ჯერ გარკვეული. მე უბრალოდ ვარაუდებით ვსაუბრობ. დიფერენცირებული თუ სპეციალიზირებული, პროფილური, არ ვიცი, ფაქტია რომ ეს თუ გავა არსებულ სისტემას ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას რომლის ხარდაჭერი ვარ მე აბსოლუტურად ანგრევთ რას აშენებთ მე არ ვიცი ეხლა გამოვყოთ ცალკე მე მივმართავ მშობლებს საზოგადოებას ყველას აინტერესებს ამ ერთმა წინადადებამ ერთმა საკითხმა 11 წლიანი თუ 12 წლიანი მთლიანად გადაფარა საუნივერსიტეტო ეს დამანგრეველი რეფორმები 11 წლიანი სწავლება და 12 წლიანი სწავლება კითხვები რამდენი სტანდარტი იმოქმედებს რამდენი სტანდარტი იმოქმედებს ხო თავიდან ბოლომდე 11 წლიან სწავლებაზე ხო სხვანაირი სტანდარტები იქნება ალბათ 2 12 წლიანზე სხვაგვარი თავარი კითხვა შეიძლება ეს არ შეიძლება არათანაბარ პირობებში ჩაყენება მოსწავლეების თქვენ როგორ გონიათ 11 წლიანი და 12 წლიანი სწავლება არათანაბარ პირობებში არ იქნებიან ჩაყენებული რა თქმა უნდა და კონსტიტუციის მოთხოვნა და საერთაშორისო აქტების და პაქტების რაზეც მიერთებულია ჩვენი ქვეყანა იქ რა არის განათლების ხელმისაწვდომობა განათლების მიღება თანაბარ პირობებში და განათლების მაღალი ხარისხი შემდეგ რა ჩაიწერება ატესტატში 12 წლიანში რა ჩაიწერება საშუალო სრული კურსი საშუალო განათლების 11 წლიანში რა ჩაიწერება არასრული კურსი როგორ მოხდება ატესტატების აღიარება მარტო ევროპაში ბაკალავრიატში სწავლებაზე არ არის საქმე
სხვაგანაც არის, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ითხოვენ 12 წლიან სწავლებას. და კიდე სხვა ქვეყნებშიც. კარგით, ახლა ვნახოთ. ბაკალავრიატში ჩაბარებაზე ამახვილებთ ყურადღებას. მთავრობა რომ აი 11 ვისაც არენდომება დაუშვათ საზღვარგარეთ წასვლა, ბაკალავრიატში იქ სწავლა, იმას არ ჭირდება 12 წელი. იკითხეთ და იქაური პასუხი გამოაქვეყნეთ დადასტურებული რომ გაცვლით პროგრამებში შეეძლებათ მონაწილეობა 11 კლასს დამთავრებულებს? შეეძლებათ? შემდეგ 11 კლასს დამთავრებულებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება საერთაშორისო უნივერსიტეტებში სხვადასხვა ქვეყნებში შეეძლებათ? ბაკალავრიატს რო დაამთავრებს და მერე დაუშვათ მაგისტრატურაში მიდის. 11 კლასს დამთავრებულებს მაგისტრატურის დროს გაცვლით პროგრამებში აქ ჩააბარა მაგისტრატურაში, მაგრამ მერე მიდის გაცვლით პროგრამებში. შეეძლებათ მონაწილეობის მიღება? ანუ სწავლა? შემდეგი კითხვა 11 კლასს დამთავრებულებს დოქტორანტურაში აქ და საზღვარგარეთ შეეძლებათ სწავლა? 11 კლასს დამთავრებულებს დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამით შეეძლებათ სწავლა? ან 11 კლასს დამთავრებულებს ჩვენი დიპლომებით საზღვარგარეთ აკადემიურ სამეცნიერო დაწესებულებებში შეეძლებათ მუშაობა? ატესტატში როგორც თქვით, ეს აუცილებლად უნდა ითქვას რა აღნიშნა იქნება. სრული კურსი, არასრული კურსი. 11 წლიან კურსდამთავრებულს ექნება ნაკლები დონის ცოდნა 12 წლიანთან შედარებით და როგორ შედიან ასეთი აბიტურიენტები კონკურენციაში ერთმანეთთან? აქაც ადგილი აქვს თანაბარი პირობების დარღვევას. ერთიანი ეროვნული გამოცდები მაქვს მხედველობაში. კონკურსები იქნება და როგორ იქნება? 12 წლიანს ექნება მეტი ცოდნა და მყარი ცოდნა, 11 წლიანს ექნება გაცილებით დაბალი ხარისხი და არამყარი ცოდნა. ადგილები მცირდება სახელმწიფო დაკვეთის საფუძველზე. იქნება კონკურსები და 11 წლიანი 11 კლასი ვისაც აქვს დამთავრებული, როგორ აჯობებს 12 კლასს დამთავრებულს. სახელმწიფო ზოგს უფრო მეტ დროს თავაზობს განათლების მისაღებად, ზოგს ნაკლებს. აქაც ირღვევა თანაბარი პირობები, განათლების მიღების თანაბარი პირობები და ასევე ერთნაირი პირობები. ერთნაირ პირობებში არ იქნებიან. ატესტატები უნდა იყოს თანაბარი. 11 წლიანი და 12 წლიან ატესტატებს როგორ გაუთანაბრებთ ერთმანეთს? გაგვიმხილეთ ეს წესი. ესე იგი, საბაზისო განათლება, ზოგადი განათლება თქვენ განსაზღვრეთ 10 კლასით. შეიტანეთ გასულ წელს ცვლილება, ამოქმედდა. და ახლა აცხადებთ, რომ მე-7 მე-10 იყო საბაზისო სკოლა. ახლა აცხადებთ, რომ ამ კონცეფციით, რომ ისევ მე-7 მე-9 საბაზისო სკოლა. მე-10 მე-11 მესამე საფეხური საშუალო სკოლა, თანაც პროფილურიო. მე-11 კლასი რეპეტიტორიუმიო. მომზადება უმაღლესისთვისო. მზადება იქნება და ეს იქნება გამეორებაზე ორიენტირებული კლასი. თუ ერთნაირი სტანდარტებია, მაშინ რას აკეთებს მოსწავლე მე-12 კლასში? თუ მე-12 კლასში სიახლეებს არ სწავლობენ ის ბავშვები, ვინც მე-12 კლასშია, მაშინ რას აკეთებს? 2 წელი იმეორებს ის ბავშვი, ვინც მე-12 კლასშია? არა, რა თქმა უნდა.
ისინი IB პროგრამები, ძვირად ღირებული ევროპული ტიპის სკოლები, კერძო სკოლები ჩვენთან, რა თქმა უნდა, ისინი ისწავლიან ევროპული პროგრამებით. და ქართულ საჯარო სკოლაში რა მოხდება? იმ პროგრამებით თქვენ ხომ არ ასწავლით და თქვენ რა შეთავაზებთ მოსწავლეებს? ესე იგი, კიდევ ვამბობ, ვიმეორებ კითხვას, მეორეჯერ იმეორებს ამ პროგრამას, თუ სტანდარტები სხვადასხვა, მაშინ სწავლობს დამატებითი სტანდარტებით, იღებს ახალ ცოდნას, 11 წლიანისგან განსხვავებით, მაშინ ატესტატი ერთი და იგივე ვერ იქნება. ესე იგი, სხვა პროგრამით გადის მე-12 კლასში. ესე იგი, აი ახლა მიუტრიალდები ისევ იმ საკითხს. 10+2 რომ მიიღეთ გასულ წელს. წელს ამბობთ უარს 10+2-ზე და აცხადებთ 9+2. და კიდევ ვისაც 12 კლასს უშვებს 9+3. 10+2 აქებდით ერთმანეთს და იყო ერთი ამბავი. იყო არასწორი. ეხლა აცხადებთ და იმიტომ ცვლით, ხო? და პასუხისგებლობა არ უნდა აიღოს ვინმე? პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს არასწორად გაკეთებულ და უამრავი მილიონები დაიხარჯა სხვადასხვა ეროვნულ სასწავლო გეგმა რამდენჯერ დაწერეთ ახალი სკოლის მოდელში რათახები დაიხარჯა რა ისა აი ვინმე არ უნდა მოკითხოს მარტო ცვლით მინისტრებს კალეიდოსკოპური სისწრაფით და რაც არ უნდა გაბრაზებული იყოთ და უშვებთ ცუდი მუშაობასათვის უხდით მადლობებს ფორმალურად დგამთ სპექტაკლებს 10 კლასი სავალდებულოაო ამბობდით ახლა არ იქნება სავალდებულო განათლების ხარისხი დაბალია შეფასება არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს უმაღლეს დონეზე კი არა უდაბლეს დონეზე არ აყენებთ პასუხისმგებლობას იმ სასკოლო რეფორმაზე ვინც აგებდა პასუხს დეპარტამენტი სამმართველო განყოფილება ყველა ადგილზე ყავთ და აწინაურებთ და თავისი კურატორი მინისტრის მოადგილე 10 კლასი ეს უნდა გაირკვეს ზუსტად მე-10 მე-11 კლასი შემდეგ 13 წელი მიდიოდა გრიფირების კონკურსი ახლა აცხადებთ რომ ერთი სახელმძღვანელო ყველა დისციპლინაში რატომ არ შეცვალეთ ის კორუფციული ხვრელები დატვირთული ანტიადამიანური გრიფირების საკონკურსო წესი 13 წლის შემდეგ გაგახსენდათ რატომ დაიხარჯა მილიონობით ლარი 10 მილიონობით ლარი და ვინ ექსპერტები ყავდათ მოწვეული კატასტროფა ექსპერტები და საშინლად არაობიექტური შეფასებები იყო და იმიტომ გვაქვს ასეთი ცუდი სახელმძღვანელოები ახლა მინისტრმა განაცხადა რომ ჩვენო შერჩეული ყავსო ექსპერტებიო ვაიმე ქიმიაში ვინ იქნება შერჩეული იმდენად უვარგისი წიგნია ვის წიგნებსაც სამინისტრო ლობირებდა და გაიმარჯვა ყველა დონეზე რომ ასეთი ავტორები გეყოლებათ თქვენ შერჩეული არა ბატონებო სამინისტრო დემოკრატიულ ქვეყნებში არ არჩევს და არავითარი ექსპერტები არ არჩევენ სახელმძღვანელოებს წერენ რამდენიმე ვარიანტად შეიძლება ერთმა გაიმარჯვოს მერე მაგრამ ცნობილი დარგის მეცნიერები და აღიარებული უძლიერესი პედაგოგები ჯგუფები ამერიკაში ესე გააკეთეს და შემდეგ გამოიცდება მთელ ქვეყანაში სადაც დაიდება კარგი შედეგები სადაც ბავშვები ადვილად ისწავლიან იმ წიგნების და ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას შეფასებაში მშობლებიც დაინტერესებული საზოგადოება მასწავლებლებიც
ოღონდ სამინისტროს ზეწოლის გარეშე. აი ის სახელმწიფო სადაც მოსწავლეთა შედეგები დაიდება ყველაზე მაღალი და კარგი აი ის სახელმწიფო გაიმარჯვებს და არა თქვენს მიერ შერჩეული ექსპერტები. კატასტროფა იქნება. ბატონო გივი, მიიღებთ საშინელ სახელმწიფოებს. ზეპირად ვიცი უკვე ვინ იქნება შერჩეული ყველა საგანში. ვინ არის სამინისტროს ფავორიტი ექსპერტები. ამიტომ გამოცვალეთ ერთ ხალხი სუყველა სამინისტროს მმართველობაში სკოლების რეფორმირებასთან ვისაც ჰქონდა შეხებები და ეგ ექსპერტები ყველა დაითხოვეთ. შედეგი გვაქვს უვარგისი სახელმწიფოები. პასუხისმგებლობა. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? არავინ. სახელმწიფო ასე არ იმართება. ჩემო ძვირფასო ხელისუფლება. როდესაც რაღაც ფუჭდება, ვიღაცეები ისჯებიან. სამსახურიდან მაინც გაუშვით ხალხი და ჩამოაცილეთ მაინც საქმეს. განათლების სამინისტრომ უნდა ჩაუდგეს აი ასეთ დემოკრატიულ პროცესებს, რაც მე ვთქვი სახელმწიფოებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე. სტანდარტები, პროგრამები, სახელმწიფოები, რესურსები, დამხმარე სახელმწიფოები, სკოლის მართვის საკითხები, ეს ყველაფერი იქმნება განათლების ეროვნულ ინსტიტუტში ან ცენტრში. მობილურების სკოლის შინაგანაწესით რეგულირდება, ფორმის საკითხი სკოლის შინაგანაწესით რეგულირდება და უნდა დაგერეგულირებინათ. სკოლების ავტონომიურობა დამოუკიდებლობაზე ვისაუბრეს, სკოლების პოლიტიზირებაზე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ამბობს უარს. ძველი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ახალი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებზე იყო საუბარი. ახალი კარგიაო, ძველი ლიბერალიზმი იყო ძველითო, ახლა მე თქვენ გეკითხებით თავარ გენერალურ კითხვას. 2004 წლიდან კარგით 2012 წელს იმის რა ქვია მე-12 წელს შეცვალეთ. მე-12 წელს თქვენი მმართველობიდან მე-12 წელს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საფუძველზე დაიწერა ზოგადი განათლების კანონი და რატომ არ ცვლით ზოგადი განათლების კანონს? რატომ არ ცვლით? იქ არ არის ლიბერასტური ღირებულებები? კარგით, ჩვენი დრო ამოიწურა ბოლომდე ძალიან ცოტა დამრჩა თავისუფალი ადამიანის აღსდაქვინდა ჩვენი ინოვაციური აზროვნებით პატრიოტიზმის სწორი გაგება თორე იქაც ეწერა პატრიოტიზმი და ეს მეგობრობა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები უნდა ასწავლოს ყველა მასწავლებელმა და ყველა საგანმა და საზოგადოება წერს სკოლაში დამყარდა წესრიგიო არა ჩემო ბატონებო მობილურების ჩამორთმევით და სკოლის ფორმებით შემოღებით წესრიგი არ მყარდება წესრიგი თლიანად დამყარდება და სკოლა მაშინ უპასუხებს შეასრულებს თავის ამოცანას თუ განათლების შინაარსი გარდაიქმნება ისე როგორც ჩვენ ვამბობთ და იქნება მართლაც ეროვნული სახელმძღვანელოები ჩვენი დრო ამოიწურა მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში თქვენთვის მუშაობდი 50 წუთის მანძილზე მე მანანა ნიკოლაიშვილი მიმდინარეობდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ ხოლო ჩვენი გადაცემის თემა იყო ორი თემა ეს იყო სასკოლო განათლების რეფორმირება განათლების სისტემის რეფორმირება და უმაღლესი სკოლის რეფორმირების საკითხები ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5 საათზე ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე